დავბრუნდით მე-6 მარშრუტის ვიდეოთი. აი, ხედავთ, საიდან გამოვიდა საგამოსტო მანქანა. მარცხენა ციმციმით გამოვდივართ იქიდან, ვუთმობ წრიულზე მყოფ ხალხს, შემდეგ ჩავთავთ მარჯვენა ციმციმას და ჩავუყვებით გზას მარჯვნივ, აი ესე პირდაპირ რომელი გზაც ჩანს. აი ეს. ცოტათი დაბნეული კი დადის, სხვაგან მიდიოდა წრიულზე შედიოდა სავარაუდოდ. აი ესე მარჯვენა მხარეს წამოვალთ. დავასწორებ და 50 გვაქვს მაქსიმალური, მაგრამ თუ ჩვენ წინ დაფრთხილება იქნება, საცობი იქნება, მანქანები იქნებიან, რა სიჩქარეთაც იმოძრავენ, იმ სიჩქარეთ გავყვებით, თავარია რომ 50-ს არ ავსდეთ. ნახეთ, წინ მანქანას ზედმეტად მივუახლოვ და იმ მანქანაზე სწრაფად მიდის. თქვენს წინ მყოფ მანქანაზე სწრაფად არც ერთ შემთხვევაში არ იმოძრავთ. ეცადეთ, რომ თქვენ წინ ვინც იქნება, მაწენელა იმოძრავთ ყოველთვის, ან იგივე სიჩქარით რომ არ მივუახლოვდეთ და დისტანცია ყოველთვის გქონდეს. მაქსიმუმ გაიზარდოს დისტანცია, ანუ ჩვენს წინ წავიდეს ის, ანუ იმან აჩქაროს. ჩვენ კი არ გავაჩეროთ მანქანა, ჩვენ წინ მყოფი მანქანა აჩქარდეს და გაგვასწროს. ჩვენ თავარია, რომ 50-ს არ ავსდეთ და 40-45-ით ვიმოძრავთ. აქედან დაგვიძახებს, რომ 500 მეტრი მოვუხვიოთ მარჯვნივ. წერტილობით მარცხენა მხარეს გავაგზავნეთ მოძრაობას, იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს დაფრთხილება ჩანს, მე მგონი ქვევით. თუ არა და 300 მეტრს რო დამიძახებს, შევიცვლი ზოლს. ცოტა ხანს კიდევ ვიმოძრავებ, აქედან გვეტყვის, რომ 300 მეტრი მოვუხვეთ მარჯვნივ, ხედავ რომ გზა თავისუფალია, მარჯვენა სარკე მარჯვენა მხარზე გავიხედები და გადმოვალ მარჯვენა მხარეს. შემოვერთდეთ, მე უნდა მარჯვნივ მიმართულებით მივდივართ და აი აქედან ახლა მანქანას ჯობია გავუჩერო, ვერ მხედავს. ვიდრე მე ხელი შემიშალოს, ციმციმა გამოვთოთ. აი, არაფრის. და ნელ-ნელა გავაგრძელებ. კაიგაცი. აი ესე ნელ-ნელა მივდივართ. მარჯვნივ ვუხოთ, არ დაგვავიწყდეს. აქ თავარია რომ მარჯვენა მხარეს არ გადავყვეთოთ უწყვეტი ხაზი. მალე მოვუხვეთ მარჯვნივ, როგორც კი დაგვიძახებს და სადაც აქედან გვეტყვის, ჩავრთავთ მარჯვენა ციმციმას და დაველოდებით ახლა უკვე როდის დასრულდება ეს საცობი, რომ ჩვენ მარჯვენა მხარეს გავაგრძელოთ მოძრაობა. აქ მანქანები იმიტომ დგებიან, რომ მარცხენა მხარეს ვინც მიდის, დათმობა უწევთ მარცხნივას და მარჯვნივას და ცოტათი შეფერხება გვაქვს ხოლმე შემდეგ ჩვენ. აი ესეც საგამოსტოა? ეს დიდით სატვირთოდ საგამოსტო ყოფილა. ნელ-ნელა ესე ცოტათი მარჯვნივ წამოვალთ, მარცხენა მხარზე გავიხედები, ოღონდ რო დავინახოთ ისე, აი ხა დავინახე რომ ერთი მანქანა მოდის, ნელ-ნელა შევალ, თხილად გავაგრძელებ მოძრაობას, მარცხენა მხარეს მანქანები რატომღაც გაჩერდნენ, ამიტომ ოდნავ ავაჩქარებ და წინ საგამოსტო მანქანას დაველოდები ამ შემთხვევაში, რომ ჯერ ის შევიდეს და მე შევიდე, თორე ჩემთან დათმობა ექნება. აი ესე შევიდეს, შევამოწმე სარკე, მხარით და გადმოვედი. იმიტომ რომ ხა ხელი რო არ შეგვეშალა, თორე ჩაოლებრივ გადმოვიდოდი და შემდეგ გადმოვიდოდა, მაგრამ უკვე ჩემთან მოუწევდა დათმობა, შესაბამისად ხელს არ შევუშლიდით. ჩამოვარდა დაბლა. დაიჭირე კაროჩე, რა ცოტა ზევით აწიე. აი ესე გეჭიროს. აი აქაც რა აშვრება რა. ბიჭო რა მაგრად ღამდება. აი ეს. პირდაპირ ვაგზელებთ მოძრაობას 70-იანი გზა გვაქვს, 60-65-ით ვაგზელებთ ესე პირდაპირ, წყნარად ჩვიდად, არ ვფიქრობთ ზედმეტ რაღაცეებზე, არ ვჩქარობთ, რაც უფრო სტაბილურ სიჩქარეს შევინარჩუნებთ და რაც უფრო კარგად ვიმოძრავებთ, უკეთესი იქნება. წინ აუცილებლად დისტანცია დავიჭიროთ მანქანებთან. ცოტა ხანში ახლა დაგვიძახებს რომ მარცხნივ უნდა მოვუხვიოთ, ოღონდ ისევ და ისევ პირველი ჩასახვევში არ ჩავდივართ თბილისის ქუჩაზე, პირველი ჩასახვევი ლომოურზე არ უნდა ჩავიდეთ. და აქამდე უკვე მაშინ მინიშნებებს მოგცემდა, იმიტომ რომ პირველი ჩასახვევი აქ არის და მეორე უკვე წინ გვაქვს. აქ როგორც კი გზაჯვარედინს გადმოკვეთავთ, დაგვიძახებს რომ 500 მეტრში მოვუხვიოთ მარცხნივ. ანუ პირდაპირ გავაგრძელებთ ახლა ჩვენ მოძრაობას, დაველოდებით მინიშნებას, როდის მოგცემს რომ მალე მოვუხვიოთ, რომ იქ უკვე მარცხენა ციმციმა ჩავრთოთ და შევიდეთ. ზოლი არ გვაქვს შესაძლებელი, შესაბამისად ციმციმის გამოყენება მანამდე არ გვჭირდება. 300 მეტრში მოვუხვიეთ მარცხნივ დაგვიძახებს.
პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას, ოდნავ მარცხნივ გვიწევს აი ესე აქ შემოსვლა, მაგრამ ზედმეტად არ მიიწიოთ, აი მალე მოუხვე მარცხნივ დაგვიძახა, ჩავთავთ მარცხენა ციმციმას, ეს ზედმეტად გადავიდა ახლა მარჯვენა მხარეს. აი დაბრუნდა ისევ. აი აქ პირდაპირ და მარცხნივისართან შევანელებთ, სარკეს შევამოწმებ, რომ გვერდიდან არავინ იყოს. დაველოდები რომ მოუხვიოს და არასწორი მიმართულებით წავიდა. მარცხენა მხარზე გამოვიხედები, გავასწორებ და გავაგრძელებ მოძრაობას პირდაპირ. როგორც დაინახეთ, მარჯვენა ზოლში ჩავიდა, საავარიო გაჩერების კუნძული არის და არ შეიძლება მან და აი აქაც ჩამოსვეს და გააჩერეს. აქედან დაგვიძახებს, რომ 500 მეტრი მოუხვიოთ მარცხნივ, შესაბამისად, მარჯვენა ზოლში აღარ გადავალ. წინა ვიდეოებში ვამბობდი, რომ მარჯვენა ზოლში გადავიდეთ მეთქი, მაგრამ ეხლა ნახეთ, როგორ რაღაცა მოხდა. დაგვიძახა, რომ 500 მეტრში მარცხნივ მოუხვიოთ და შესაბამისად, მარჯვნივ აღარ გადავდივართ და მარცხენა მხარეს დავრჩებით. შემდეგ დაგვიძახებს უკვე 300 მეტრში მოვუხვიოთ მარცხნივ. აქ ცოტათი დამაბნეველია, რომელ მოსახვევში შევდივართ, მაგრამ იქ უკვე კომპიუტერი რო გვეკარნახობს ზუსტად, რომ მალე მოვუხვიოთ მარცხნივ, იმ მოსახვევში უნდა შევიდეთ. აი ესე შევანელე ქვეითის გამო, რადგან გზაზე დავინახეთ, ნელ-ნელა მოვდივარ, აქ დამიძახებს, რომ მალე მოვუხვიოთ მარცხნივ და შემდეგ უკვე მარჯვნივ. ანუ ნახეთ როგორი რაღაც არის. სარკე შევამოწმე, რომ ვიწრო ადგილი არის, მაგრამ მოტოციკლეტი შეიძლება დადგეს და გაიაროს, ამიტომ მოხოვის დროს მაინც შევამოწმე. ნელ-ნელა მოვდივარ, ციმციმა მარცხენა გამოირთო, თავიდან ჩავთავ, მარჯვენა მხარეს ვიყურებ იმ მხარზე, ვხედავ, რომ მანქანები არ მოდიან, შემოვდივარ მარცხენა ზოლში, ვთავ მარჯვენა ციმციმას და გვეუბნება, რომ მალე მოუხვიოთ მარჯვნივ. სარკე შევამოწმე, გვერდით გამოვხედე და აი აქ მარცხენა ზოლიდან ჩამოვდივართ. მარჯვენა ზოლში შეიძლება ჩამოსვლა, მაგრამ რადგან ახლა ამ მომენტში ტრაქტორი იდგა, ხელი შემშლელი იყო და პირდაპირ მარცხენა ზოლში ჩამოვდით. ორივე ზოლში შეგვიძლია ჩამოსვლა, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, რომელ ზოლში ჩამოვალთ, არანაირი პრობლემა არ იქნება, მარცხნივ წამოხვალთ თუ მარჯვენაში. აქ ხო, ზებრები და სიჩქარის შეზღუდვა აღარ გვაქვს. ადრე იყო და გზა რადგან ახალი დაგებული არის, ჯერჯერობით არც დახაზულია, არც ნიშნები დგას, ამიტომ არ ვიცით ზუსტად სად იქნება ზებრა, თუ განახლდება გზაც, ჩვენ შესაბამისად ვიდეოებსაც გავანახლებთ ხელახლა. 500 მეტრში მარჯვნივ მოუხვეო, დაგვიძახებს, შემდეგ გვეტყვის 300 მეტრი მარჯვნივ, დაბრკოლებულია, ცოტა წინ წამოვედი, მარჯვენა ციმციმა ჩავრთე, სარკე შევამოწმე, გვერდით გამოვხედე, ძალიან ნელ-ნელა გადმოვდივართ მარჯვენა ზოლში, შევანელებ, ეხა ქვეითი მოდის, მაგრამ მწვანე მინთია, უკვე წითელი ინთება. აი ესე ნელ-ნელა მოვდივარ, გავაჩერებ და გვეუბნება, მალე მოუხვიოთ მარჯვნივ. სანამ ბოლომდე არ შემოვედი, იქამდე ციმციმას არ ვთიშავ, მაგრამ ამ შემთხვევაში შემოვედი თუ არა, უკვე მალე მოუხვე მარჯვნივ და ჩართულ სტოვებ და ველოდებით რომ მოსახვევებზე მწვანე გქონდეს და გავაგრძელოთ მოძრაობა. ზაჭეს აუცილებლად ორი ხელი გვიკიდია, თუ გავუშვებთ მხოლოდ ერთი, სათითაოდ რიგრიგობით შეგვიძლია ორივე ერთდროულად არ გავუშვათ, ამაზე ჩაგჭრიან და ეცადეთ, რომ საჭეზე კარგად იყოთ. ოღონდ ძალიან არ მოუჭიროთ, რომ ხელი არ შეგიშალოთ მანქანის მართვის დროს. წინ გავხედავთ ჩუქ ნიშანს მარცხენა მხარეს ჩანს. მწვანე რო აინთება, შემდეგ გავაგრძელებთ მოძრაობას. მანამდე კიდე წინ ზებრა გვაქვს, არ უნდა შევიდეთ ზედმეტად წინ. ნახაზი არ არის მხოლოდ ნიშანია და ნიშანს არ გავსვეთ, მწვანე აინთო, გავიხედეთ, გამოვიხედეთ, არავინ მოძრაობს, მარჯვნივ წამოვედი, გვერდით გავიხედე, რომ იქნება გზაჯვარედინზე ვინმეს მოძრაობა აქ დასასრულებელი, ხო? და ხელი არ შეუშალო. აი ესე მარცხენა ზოლში გადმოვალ, იმიტომ რომ მარჯვენა ზოლი დაბრკოლებულია, ზოლის შეცვლის დროს აუცილებელია, რომ სარკე მინიმუმში ამოწმოთ და მხარი ყოველთვის სავალდებულო არ არის. მარცხნივ, მარჯვნივ, ქვეითა გადასასვლელზე ორივე მხარის კარგად გავიხედებით და ვაგრძელებთ მოძრაობას. ისევ და ისევ 50 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე. პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას, ამაღლებული ზებრის ნიშანი შეგვხვდა. შევანელებთ ნელ-ნელა. ესე ორივე მხარეს ისევ შევამოწმებ, არავინ მოძრაობს, მანქანა კარგად შევანელე და ძალიან ფრთხილად გადმოვალთ. აი ეს. წინ ისევ ხა წითელიანთია, ამიტომ ზედმეტად აღარ 40-მდე აღარ ავაჩქარებ, 30-მდე ავჩქარდი, გავუშვი გაზაფხი და მანქანის შენელებას დავიწყებ ისევ, რომ დისტანციის დაცვით გავაჩერო. ავტობუსი ცოტა ჩვენი ზოლისკენ არის გადმოსული, შევანელებ, რომ აი აქ ორი ავტობუსის შორის ვინმე ქვეითი ან ვინმე არ გადმოდიოდეს, იმიტომ რომ ხდება ხოლმე მსგავსი სიტუაციებიც. ნელ-ნელა გავაგრძელებ მოძრაობას, მწვანე აინთო. შევიდეს ის თავის მარჯვენა ზოლში, ჩვენს მარცხენა ზოლში შევიდეთ. აქედან დაგვიძახებს, რომ 500 მეტრში მოუხვე მარცხნივ, უпроსტად 500 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ და მარცხნივ გვეტყვის,
ორივე მხარეს ზებრას კარგად გავხედოთ და ვაგრძელებთ. შემდეგ უკვე გვეუბნება 300 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ და მარცხნივ. ანუ უნდა მოვაბრუნოთ მანქანა და ეხლა საიდანაც მივდივართ, იქიდან ისევ უკან უნდა დავბრუნდეთ. 8 წამია შუქნიშანზე დარჩენილი. ამასობაში აუცილებლად ზებრას შევავლოთ ხოლმე თვალი, რომ არავინ გადმოდიოდეს და შემდეგ ხელი არ შეგვიშალოს. წინა მანქანა როგორც კი დაძრავს მწვანის შემდეგ ჩვენც გავაგზავნებთ მოძრაობას, ზებრას შევხედეთ ისევ და მოვდივართ პირდაპირ. მარცხენა ზოლი გვიკავია, რადგან ქვეითი არის ცოტათი შევანელებ, რომ შედარებით ნელა გაუარო გვერდზე. მარცხენა ზოლს ვიკავებთ და ისევ მარცხენა ზოლით ვაგზავნებთ მოძრაობას. ორივე მხარეს კარგად ვაკვირდებით ზებრას აუცილებლად. აი წინ აქედანვე დავინახე ხა ქვეითები გას, გავუშვებ ფეხს, მანქანის შენელებას დავიწყებ, შეიძლება გადმოსვლას საერთოდ არ უნდოდეთ, მაგრამ მაინც გავჩერდები რამდენიმე წამი, გავჩერდი, ხედავ რომ არავინ არ მოდის და გავაგზავნებ მოძრაობას. მალე წრიული მოძრაობა მარცხნივ და მარცხნივ, ჩავრთავთ მარცხენა ციმციმას. აი აქ უკვე ნახეთ, პირველივე მარცხენა ზოლს შევდივარ, მარჯვენა მხარეს გავხედე რომ შეიძლება ვინმე შემომიჭრას გზა და მაინც უსაფრთხო დრო ვიყოთ, აი ესე ისევ პირველივე ზოლში ვატრიალებთ, ისევ მხარზე გავხედეთ არავინ იყო და მარცხენავე ზოლში შემოვდივართ. და ვაგზავნებთ მოძრაობას პირდაპირ. აქ შეიძლება დაგიძახოთ რომ იმოძრავეთ პირდაპირ შემდეგ მინიშნებამდე, ანუ რეალურად ეხა ჩვენ მაგისტრალის ბოლომდე, სანამ სტოპ ნიშანთან არ მივალთ და არ მოგვიწევს გზიდან გადასვლა, იქამდე პირდაპირ ვაგზავნებთ მოძრაობას. და გზადაგზა პერიოდულად შეგვახსენებს რომ მოძრაობთ პირდაპირ. მარცხენა, მარჯვენა, ორივე მხარეს კარგად დააფიქსირეთ. თვალით არ გახედოთ ხოლმე, იმიტომ რომ თვალით გახედილი შეიძლება არ ჩაგითვალოთ. 3, 2, 1 ვანელებთ მანქანას და ვჩერდებით. წითელი ანთია, ამიტომ გავაჩეროთ, ჩვეულებრივ დაველოდოთ. ქვეითა გადასასვლელი არის გზის გზაჯვაედინის წინ, ამიტომ ველოდებით აქედანვე. შუქნიშანზე წამზომი არის, ამიტომ შეგიძლიათ წინ რო გადმოიწიოთ და მიაქციოთ ყურადღება. ეხლა 15 წამია დარჩენილი, მაგალითად, ქვეითებს შევხედოთ, გვერდით გავიხედოთ მარჯვენა მხარეს, ან მარცხენა შემთხვევაში არავინ არ არის, მაგრამ მარჯვენა მხარეს გავიხედოთ, რომ ისა წითელი ანთია. აი ესე არ გაყვეთ ხოლმე არავის, იმიტომ წითელი ანთია და დაიწყო მოძრაობა, სანამ თქვენ არ დარწმუნდებით რომ მწვანე გაქვთ, იქამდე არ წახვიდეთ. ორმა მანქანამ გაიარა, მესამეც მოდიოდა, უბრალოდ მესამეს უკვე გაუმწვანდა რა და შესაბამისად წითელზე რო არ მოგვიწიოს მოძრაობა, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ სანამ თქვენით არ დაინახავთ რომ მწვანე გინდიათ, იქამდე არ გააგრძელოთ მოძრაობა. მარჯვენა მხარეს დავინახეთ რომ მანქანა ანელებდა, შესაბამისად ჩვენც შევანელეთ. ეხლა გზის მოპირდაპირე მხარეს მარცხნივ ვიყურები საპირისპირო ზოლში, ქვეითები მოდიან და ჩვენ აქ უნდა დაველოდოთ აუცილებლად მთლიანი ზებრა, უნდა გავატაროთ და დაუთმოთ სულ ყველას. გაცდენ ჩვენ ზოლებს, დავაფიქსიროთ რომ სხვა არავინ მოძრაობდეს და წავიდეთ. $50 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე, მარცხენა ზოლში ვარ, იმიტომ რომ დიდი მოძრაობა არის და ჯერჯერობით მარჯვნივ ვერ ვახერხებ გადასვლას, ისე როგორც კი მოვახერხებ და მივხვდები რომ თავისუფალია მარჯვენა მხარე. მარჯვენა მხარეს გადავალი, იქით მხარეს ყოფნა მირჩევნია მარცხენა ზოლში ყოფნას. შევანელებ, ქვეითა გადასასვლელი ისევ ამაღლებული, უკან ბრუნდებით, რაც გამოვიარეთ, იგივე რაღაცეები შეგვხვდება, არავინ არ მოძრაობს. აი ეხლა ნახეთ, მანქანა რო გამოვიდა, მაგის მერე სარკეში ჩავიხედე, საჯვაედინს როგორც კი გავწდები, გადავალ მარჯვენა ზოლში. მარჯვენა ციმციმა, სარკე მხარი და გადმოვდივართ მარჯვენა მხარეს. სარკე ამ შემთხვევაში მეორეთად შევამოწმე. იმიტომ რომ მოძრაობა რადგან დიდია, პირველი შემოწმებიდან ხო გავიდა 2 წამი, მეორეთად შევამოწმე, იმიტომ რომ მეორე შემოწმების დროს შეიძლება უკვე იქ ვიღაცა იყოს. ნახეთ, სტეკ ხაზი გვაქვს აქ. მარშრუტის გამო ვჩერდები, გვერდისავლას არ დავიწყებ, იმიტომ რომ სამგზავრო ტრანსპორტი არის, ქვეითები ჩამოსვა, ეხა შეიძლება ზებრაზეც წამოვიდნენ, აი, ამიტომ არ ვიჩქარე გვერდისავლა, დაველოდე, გამწდნენ და გავაგრძელეთ მოძრაობა. როგორც გითხარით, იქამდე მოძრაობთ პირდაპირ, სანამ ახალ მინიშნებას არ მოგცემს, ანუ მთელი ქალაქი ეხა უნდა გავიაროთ სწორად მოძრაობით. რამდენიმე ზებრა შეგვხვდება, რამდენიმე წრიული შეგვხვდება. და კარგად უნდა დავიჭიროთ მანქანებთან დისტანცია, შუქნიშანს მივაქციოთ ყურადღება, ქვეითთა გადასასვლელს მივაქციოთ ყურადღება და რა თქმა უნდა ზოლიც არ უნდა აგვეროს ყველა წრეულზე, გვიწევს ხო ესე მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ მისვლა, ამიტომ
დააკვირდით კარგად, რომ ზოლი არ გადაკვეთოთ. ნელა მივყვები 20 წამია მწვანე. ცოტათი მარჯვნივ მოვიწევი და პირდაპირ გავაგრძელებ შუა ზოლში მოძრაობას. თუ მარცხენა ზოლში ვიქნებოდი, მარცხენა ზოლში გავაგრძელებდით მოძრაობას და შემდეგ აუცილებელია რომ მარჯვნივ ანუ შუა ზოლში გადმოვიდეთ, იმიტომ რომ მარცხენა ზოლი მხოლოდ და მხოლოდ მარცხნივ გააგრძელებს მოძრაობას და ჩვენთვის ეს იქნება ხელისშემშლელი. ეხლა ცოტა ხანში გამოჩნდება რომ მხოლოდ და მხოლოდ მარცხნივ მიდის. შესაბამისად პირდაპირ ვეღარ გავაგრძელებთ მოძრაობას და ჩაგვჭრის მიმართულების არასწორად გაგრძელების გამო, ხო, ანუ სხვა მიმართულებით წავალთ. აი, მწვანეანთია შუქნიშანზე, მაგრამ მაინც ოდნავ შევანელე. გავხედოთ, გამოვხედოთ. ქვეითები არ იყვნენ გზაზე, ვინც წესებს არ ღვევს, აი მობრუნების ნიშანი მარცხენა მხარეს, ხო? ამიტომ მარცხენა მხარეს თავი აარიდეთ. სამ ზოლიანს როგორც კი დაინახავთ, შუა ზოლი დაიკავეთ და როგორც კი კომპიუტერი გიკარნახებთ, ცოტა ხნის შემდეგ, რავი, რამდენიმე წამის შემდეგ უკვე შეიცვალეთ ზოლი, მარცხენა თუ მარჯვენა იმ ზოლში გადახვალთ. ზებრაზე გავიხედეთ, გამოვიხედეთ, აუცილებლად უნდა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ქვეითი არ მოდის და არ დგას ირგვლივ. თუ არიან აუცილებლად უნდა გააჩეროთ, მოითმინოთ რამდენიმე წამი, თუ გააგრძელა და გადმოვიდა მაგალითად, მერე ჩვენც წავალთ თუ არა და ვჩერდებით. აი ესე გავჩერდე, გააგრძელა, გაგვწდა უფრო სწორად და გავაგრძელებთ მოძრაობას. წრიული მოძრაობა პირდაპირ. ნახეთ როგორ რაღაც არის, ოდნავ ესე მარჯვნივ წამოვალ, გავასწორებ, შუა ზოლში უნდა შევიდე ისევ, აი ესე, შეგვავიწროვეს ორივე მხრიდან, მაგრამ მთავარია აი ზოლები გადმოკვეთის. მერე მარცხნივ მოვიწიეთ, შუა ზოლს ვიკავებთ, შევანელებთ მარჯვენა მხარის მარშრუტ გაანელებს და გავაჩერებთ, იმიტომ რომ ქვეითები ჩანან გზაზე. ეხლა აქედან რომ გავხსნებიან, მარცხენა მხრიდანაც მოდიან, შესაბამისად მარცხენა მხრიდან წამოსულ ქვეითსაც უნდა დაველოდოთ. ეს ქვეითიც რო გავხსნება, გავიხედოთ, გამოვიხედოთ, მარჯვნიდან მოდიან ეხლა და ველოდებით აუცილებლად. გაცდნენ ჩვენ ზოლს და გავაგრძელეთ მოძრაობა პირდაპირ. წინ კიდევ ორი წრიული შეგვხვდება, ორივე წრიულზე ესე შემოვლა მოგვიწევს ცოტათი მარჯვნივ, მერე ცოტათი მარცხნივ, მანამდე რამდენიმე შუქნიშანიც არის გზაში. ერთი შუქნიშანი, აი ნახეთ აქ 10 წამიანთია, ეხლა მწვანე ვიდეოში შეიძლება კარგად არ გამოჩნდეს, მაგრამ თვალით ნამდვილად კარგად ჩანს და შენელებას დავიწყებ მანქანის, იმიტომ რომ ვერ მოვასწრებ იმ მანძილიდან აქ ფიზიკურად რო გავიაროთ, თუ ძალიან სწრაფად არ ვიარე და 50-ის ფარგლებით უკვე ნამდვილად ვერ გავწდებით. ჩერდებით, წინ მოვიწევი 30 წამიანია შუქნიშანი. ვაკვირდები სიტუაციას მარცხენა მხარეს რა ხდება, ჩემს უკან რა ხდება და ასევე მარჯვენა მხარეს. იმასაც ვითვალისწინებ, რომ წეღან ეს მარჯვნივ ხარ, რომელი მანქანაც მიდგას, წეღან შუა გზაზე გადმომიჭრა და შემევიწროვა გზა ჩემ ზოლში შემოვიდა. ამიტომ შეიძლება იგივე რაღაც აქაც ქნას. და იქ პატარა იამა არის მარჯვენა მხარეს და შეიძლება აქაც შემოვიწროვოს. ამიტომ ყურადღებას მივაქცევ, რომ გზა ცუდად არ გადმომიჭრას. 5 წამია დარჩენილი, მარცხნივ გავიხედები, მარჯვნივ გავიხედები, კიდევ ერთხელ შევამოწმებ შუქნიშანს და წავალ. იმიტომ რომ მწვანეა იქ. 50 დაიმახსოვრეთ, 50 გვაქვს მაქსიმალური, ამ ზებრებზე შეზღუდვა არ გვაქვს, იმიტომ რომ შუქნიშანი არ რეგულირებს და 30-იანი შეზღუდვა არ გვაქვს არც ერთ ზებრაზე. ერთადერთი იმ შემთხვევაში გვექნება შენელების ვალდებულება, თუ შუქნიშანი არ იქნება გამართული და გათიშული თუ იქნება. შევანელებთ მანქანას, ისევ და ისევ წითელიანთია, მაინც ვამოწმებთ, ეხლა უშუა სარკეში ჩავიხედეთ და ჩვენს უკან ვიცოდეთ რა ხდება და ზებრას მაინც ვამოწმებთ, იმის მიუხედავად, რომ წითელია და მოძრაობას ამ შემთხვევაში ვერ გავაგრძელებთ. ეხლა აქ დაგვიძახებს, რომ წრიული მოძრაობა პირდაპირ მოძრაობთ, წრიული რადგან არის, ცოტათი მარჯვნივ მოგვიწევს, მერე საჭეს გავასწორებთ და ისევ მარცხნივ მოგვიწევს, რომ შევიდეთ. წინ გადმოვიწიე, მწვანე აინთო, ორივე შუქნიშანზე დავაფიქსირე, რომ მწვანეა და გავაგრძელებ მოძრაობას. აი ესე ნახეთ ეხლა როგორი რაღაცა არის, ოდნავ პატარათი მარჯვნივ და მერე ნახეთ აქ ამ შემთხვევაში უკვე დიდზე მიწევს მარცხნივ დაბრუნება და მარცხენა სარკეში ავამოწმე, რომ აქ ნაპირზე არავინ ჩამიჭრას და იქნებ ვინმე მწესები არ იცის და ჩემ ზოლში გააგრძელოს მოძრაობა. ამიტომ სარკის შემოწმება მოგვიწია, რომ ჩვენ დაზღვეულები ვიყოთ. მწვანე აინთო, მანქანა წავიდა და ჩვენც უკან მივყვებით.
იგივე სიტუაცია გვექნება წინაც, ოღონდ ამ შემთხვევაში იქნება ორმაგი შუქნიშანი და თუ პირველ შუქნიშანს, ანუ პირველ ზეგ ხაზზე ვერ გავაჩერეთ და დაუშვათ გვაქვს 3 წამი მწვანე, მაგ შემთხვევაში გავივლით პირველ სტოპ ხაზს, ზეგ ხაზს და მეორეზე გავაჩერებთ. ანუ 3 წამი მწვანე რომ მქონდეს ახლა აქ მე პირველზე, რაც ახლა ეს მანქანა დგას, აი აქ არ გავჩერდებოდი, გავივლიდი, აი დაუშვათ 3 წამია, ხო, მწვანე, აი აქ გავიარე და აი აქ უკვე წინ მეორე ზეგ ხაზთან ჩერდებით. ამ შემთხვევაში მწვანეა, მოძრაობას ვაგრძელებთ პირდაპირ, ეს შუქნიშანი არის ჩამჭრელი და წინ კიდევ ჩამჭრელი არის ზებრა, სადაც უფრო ხშირია ხალხი ვიდრე მაგალითად სხვა ზებრებზე. აქ ძალიან ხშირად და ბევრი მოძრაობს ხოლმე დღის პერიოდში. ნელ-ნელა მანქანის შენელებას ვახდენ აქედანვე მარჯვნივ ხედავ რომ ხალხი დგას მარცხნივაც დგანან, ამიტომ კარგად უნდა დავაფიქსოთ. ეხლა ეს გოგო ისე დგას რომ შეიძლება გადმოვიდეს, შეიძლება არ გადმოვიდეს. მე გავაჩერებ ერთი წამით მანქანას, მარცხნივ გავიხედები, არავინ არ არის. მარჯვნივ გამოვიხედები და ვიღაცა დგას ეხლა და არაპირებს გადმოსვლას, ამიტომ გავაგრძელებ მოძრაობას. წრიული მოძრაობა პირდაპირ. აი ესე ისე ვნახეთ, მოვიწიეთ მარჯვენა მხარეს, გავასწორეთ საჭე, მერე ნელ-ნელა მარცხნივ მოვიწევით და მივდივართ პირდაპირ. შევდივართ მარჯვენა ზოლში და ასევე შეგვიძლია მარცხნივ შესვლა, ოღონდ მარცხნივ შესვლისთვის ციმციმა უნდა გამოვიყენოთ და გადავიდეთ. და სარკის და მხრის შემოწმება გვიწევს. მარჯვნივ როცა შემოდივართ, მხარე უნდა შევამოწმოთ და სარკე რომ აი ამ მარშრუტკამ ეხლა როგორც შაგვიარა გვერდზე, ალბათ კარგად გამოჩნდებოდა, ხო? მსგავს ვიღაცას არ დავეჯახოთ, ან თვითონ არ დაგვეჯახოთ. 70 გვაქვს მაქსიმალური, 60-65-ით ვიმოძრაოთ, მაგრამ ყველაზე კაი ვარიანტია მაინც რომ 60-ით გავაგრძელოთ მოძრაობა. იმიტომ რომ კარგად დავაფიქსიროთ სიტუაციები, როდის შევიდეთ ჯერ მარცხენა ზოლში და მერე როდის შევუერთდეთ ჩვენ მაგისტრალს. აი ეს ნახეთ აქედან წითელი ჯებირები რო დავინახე, მარცხენა ციმციმას ჩავთავ, შუა სარკეს შევამოწმე, მარცხენად შევამოწმე, გვერდით გამოვიხედეთ და გადმოვედით მარცხენა ზოლში. ამჩქარებელ ზოლში ვართ, ეხლა 60-ით ხომ მოძრაობთ 65-ით. ნელ-ნელა ძალიან პატარათი ავაჩქარეთ, პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას, სარკეს შევამოწმე აქედანვე რომ მანქანა მყავს გვერდით და მაინც გავითვალისწინო რომ ან უნდა გამასწროს, ან მე უნდა წავიდე მასზე სწრაფად და პირიქით შემდეგ მე შევიდე. პირდაპირ გვაქვს, პირდაპირ და მარცხნივ ის არის. მანქანა აღარ ყავს გვერდით, ოდნავ ავაჩქარებ, სარკეში ჩავიხედები, გვერდით გამოვიხედები და გადმოვალ შემოუერთდები გზას. ანუ მაგისტრალზე შემოვედით, 90 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე, 80, 85, ანუ 90-ით შეგიძლიათ იმოძრაოთ. თავარია სიჩქარე არ გადავაჭარბოთ. აი ახლა ნახეთ შედარებით ნელა მოდის ეს მანქანა. მარცხენა სარკე, მარცხენა მხარე, გადმოვედი მარცხენა მხარეს და აუარე გვერდი. გვერდს როცა აულე, ხა ეს თეთრი მანქანა შეიძლება გადმოვიდეს და აკვირდით, ცოტა ხანს გავაგრძელებ მოძრაობა, რომ ამასაც გადავასწრო. 85-ით მოვდივარ ახლა ამ მომენტში. ჩავრთავ მარჯვენა ციმციმას, მარჯვენა სარკე, მარჯვენა მხარე, იმ მანქანამ ზოლი შეიცვალა, მარჯვნივ წავიდა და დავბრუნდები. ის მანქანას რაღაც 60-ით მოძრაობდა, მეორე უკვე ცოტათი სწრაფი იყო, მაგრამ ზოლის შეცვლა, გადასწრება არ შეგეშინდეთ, ყველაფერი შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. მთავარია ფარგლებში იყოს, ანუ 90-ს არ ავწდეთ. მხარზე მარჯვენა მხარეს გავიხედებით, 500 მეტრი, 300 მეტრია გვერდ და მერე ნახეთ სარკე შევამოწმე, კიდევ ერთხელ გავიხედე მხარზე, შემოუერთდი მარჯვენა მხარეს, გადმოვედი, გავედი მაგისტრალიდან, მარცხენა სარკეს ვამოწმებ და ვაგრძელებთ მოძრაობას. 50 გვაქვს მაქსიმალური, 35-დან 45-მდე ჯობია რომ შემოხვიდეთ და არ იყოს მაინდა-მაინც 50. აი ესე აქ ციმციმა თავისით გაითიშა, საჭის გასწორება ხდება შუაში როგორც გითხარით, მეტად ძლიერი მოსახვევია, ამიტომ შევანელებთ და მოუხობთ გზას მივყვეთ. მთავარია სწორად რომ გვერდებზე უწყვეტი ხაზები არ გადავკვეთოთ და მაგის გამო არ ჩავიჭრათ. წინ დისტანციას ვიჭერ მით უმეტეს სატვირთო და დიდ მანქანებთან. პატარა მანქანასთან კიდე შეიძლება რომ შედარებით ახლოს იყოთ, მაინც მსუბუქია და გაუმარტივდება წასვლა და მძიმე მანქანები ძირითადად ცოტათი უჭირთ ხოლმე, ამიტომ მეტი დისტანცია უნდა დავიჭიროთ. გვეტყვის რომ მალე მოუხვიოთო მარჯვნივო, ამიტომაც ჩავრთავთ მარცხენა ციმციმას, დაველოდებით წინ ყოფ მანქანას რომ გავიდეს და შემდეგ ჩვენ გავაჩერებთ, შევამოწმებთ მხარზე და წავალთ. არ უნდა გავყვეთ, გაყოლა არ შეიძლება.
შეაფასეთ ხოლმე სიტუაციები, რომ გვერდებზე არ დაგიდგეთ ხოლმე სხვა მანქანები, იციან ხოლმე გვერდზე ამოდგომა, თუ გვერდზე ამოგიდგებათ, მაგ შემთხვევაში არ გახვიდეთ ხოლმე, დააცადეთ, რომ გაგწდნენ, გავიდნენ და შემდეგ წახვიდეთ. აი ესე მოვედი, მარცხენა ციმციმა მაქვს ჩართული, ჩერდები, გავიხედები, ვხედავ რომ მანქანები მოდიან, ამიტომ დაველოდები. კიდევ ერთხელ გავიხედები და ერთი მანქანაც არის. ამ მანქანის მერე აი ესე, აი უკან მეორე მანქანა იმალებოდა და გავყვები ამ მანქანას. აი ესე მარცხენა ციმციმა მაქვს ჩართული, გავიმეორებ, თუ გაგეთიშებათ, აუცილებლად ხელახლა ჩართეთ და როდესაც აჩქარდებით 40-45-მდე, მერე გამორთეთ. აქ უკვე ხა 60-65-ით მოვდივართ, წინ გვექნება 50-იანი ზონა, სადაც მანქანის შენელებას შორიდანვე ვიწყებთ, ანუ ჯერ გაზზე უნდა აუშვათ ფეხი და მერე უკვე მუხრუჭი უნდა შევაპაროთ, რომ შედარებით ნაკლები სიჩქარით შევიდეთ 50-იან ზონაში. აი 50-იანი შევანელეთ მანქანა. აი ესე და შემოვდივართ 50-ზე ნაკლებით, ან 51-ით მაგალითად, ან 12-ით. თავარია შენელების პროცესში ვიყოთ, როდესაც შიგნით შემოვალთ. აქედან ახლა მოგვიწევს, რომ მაგისტრალს კიდევ ერთხელ შევუერთდეთ, მერე მოგვიწევს, რომ ბოლოში მარჯვნივ მოვუხდოთ და დავასრულოთ ჩვენი გამოცდა. ამიტომ ნახეთ ახლა რა ხდება. აქ არ ვჩქაროთ, ბევრი მანქანა არის. მარცხენა ციმციმას ჩავრთავთ, სარკეს შევამოწმოთ, რომ სიტუაცია მაინც ვიცოდეთ ჩვენ, რომ რა ხდება იქით. შემოვალთ, ველოდები წინ სატვირთოებს, რომ შეუერთდნენ, აი აჩერებენ როგორც მივხვდი, ავარიულები ჩართეს, ამიტომ ნახეთ, სარკე შევამოწმე, მხარის შევამოწმე, შემოვედი და აქ დავიწყებ მანქანის აჩქარებას. აი ეს. და გამორთავ ციმციმას. იგივე სიტუაცია. ციმციმა მერე გამორთე, როცა უკვე კარგად ავჩქარდი. იქიდან როცა აჩქარებული შემოვდივარ, რო შემოვერთდები, ვთიშავ, მაგრამ ამ შემთხვევაში შემოვედი და როცა ავჩქარდი მერე გამოვთე. ეს ისევ იგივე მარშრუტკა იყო მე მგონი. 90 გვაქვს ისევ მაქსიმალური, პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას, აქედან ეგრევე სააგენტოში უნდა ავიდეთ და დავასრულებთ იქ უკვე წრიულთან გამოცდას, როგორც ყველა ვიდეოში ხდება. დასაწყისიდან ორი ადგილი არის, ორი სხვადასხვა ადგილიდან შემოვდივართ მაგისტრალზე, მაგრამ დასასრული უკვე არის ერთი და იგივე. ყველა მარშრუტის ვიდეოშიც ნახავთ და ყველა მარშრუტსაც ერთი და იგივე დასასრული აქვს. ვიდეოებში ამას კარგად დაინახავთ, რომ აი ესე მოდის სულ ყველა ადრეს ქალაქისკენ ბრუნდებოდა ხოლმე მარჯვენა მხარეს და ეხლა აღარ ბრუნდება, პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას. აგან დაგვიძახებს, რომ 500 მეტრი მოუხვეთ მარჯვნივ, გაზიდან ფეხი ავიღეთ. მერე ოდნავ შევანელებ, რომ აი ეს მარჯვენა მზოლში მყოფი მანქანები შემოვლენ და აკვირდით და მე საშუალება მივეცით, რომ შემოსულიყვნენ. მარჯვენა ციმციმა ჩავრთე, როგორც კი გზა მომცემს საშუალებას, რომ შევიდე, სარკეს ჩავიხედები, გვერდით გავიხედები მხარზე და შემოვერთდები აქ. მარჯვენა მზოლში გადმოსვლის შემდეგ ძალიან მსუბუქად ვანელებთ ხოლმე მანქანას და სარკეს ან შუას, ან მარცხენას ვამოწმებთ, რომ სხვა მანქანებს ხელი არ შეუშალოთ. მალე მოუხვე მარჯვნივ და ციმციმა გამოვრთე და მერე ხელახლა ჩავრთე. შეგიძლიათ ჩართული დატოვოთ და ისე შემოხვიდეთ, მაგრამ მაინც ჯობია რომ გათიშოთ და მერე ჩართოთ თავიდან. აი ესე ვაგრძელებთ მოძრაობას. პირდაპირ ახლა ვიყურები და პრობლემა არაფერი არ არის, მაგრამ ქვეითი არის 1-2 კაცი გამოჩნდა, რომელიც შეიძლება გადმოვიდნენ, ამიტომ მე თავს დავიზღვევ. მარცხენა სარკეს შევამოწმებ, გვერდით გამოხედავთ და მოვიზეთ ცენტრალურ ნაწილს დავიკავებ, იმიტომ რომ მოძრაობა ამაში ხელს მიწყობს. და იმ ორმა ხელი არ შემიშალო. 500 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ და პირდაპირ. მერე გვეუბნება 300 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ და პირდაპირ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ბოლოში მოხვალთ, დათმობა არ გვაქვს მანამდე შემოსვლელ გზასთან. გვაქვს წრიულთან დათმობა, ამიტომ წრიულს მიაქციეთ ყურადღება. და მანდ მანქანები ჩერდებიან ხოლმე სამკუთხედებთან რა, ანუ აი ხა ეს თეთრი ისა ვერცხლისფერი მანქანაც მან დიდ მარცხენა მხარეს. ჩავრთავთ მარცხენა ციმციმას, გავიხედებით მხარზე რომ არავინ მოდიოდეს და აი აქ ჩერდებიან ხოლმე კუთხეში მანქანები, ამიტომ თუ გაჩერებული იქნება, ეგ სიტუაცია აღწერეთ, რომ მანქანა გაჩერებულია და არ მოძრაობს და გიწევთ, რომ თავისუფლად ანუ პირდაპირ გააგრძელოთ გზა. ცოტათი აი ესე შორიდან შემოვალთ, მერე ჩავრთავთ მარჯვენა ციმციმას, სარკე მხარი, გადმოვდივართ მარჯვენა ზოლში და აი ესე პირდაპირ შევაყენებთ და გავჩერდებით. მერე დავაპარკინგებთ მანქანას, ამოუწევთ ხელის მუხრუჭს და ჩავაქრობთ.